მოგესალმებით ჩემი ძრუფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება უახლოესი პერიოდი. დრო მიუთითეთ თქვენ თვითონ რა დროში შეგინდათ რომ იმოქმედოს. მაგალითად, შეგახსენებთ რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. მაშინ დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? გზნობა, ფიქრი და მოქმედება. უახლოესი პერიოდი. წარმოთქვით მისი სახელი და დავიწყოთ, ვინ არის და რა ენერგიებშია. მაშინ არის თქვენი ქალბატონი თუ ბატონი. ნახოთ. ქალი. თუ ქალია, მაშინ გეტყვით ის რომ პროფესიით აუცილებლად ან გონებრივად მუშაობს, ეს შეიძლება იყოს ბანკირი, იურისტი, მასწავლებელი თუ ექიმია, მაშინ აუცილებლად ბაზრსაგენთან აქვს შეხება. დღესდღეობით საკმაოდ ცივ ენერგიებშია, თუ მამაკაცები მიყურებთ, ანუ ქალბატონებს განვიხილავ. ცივ ენერგიებშია, რაღაც დისტანციასაც იჭერს თქვენთან დღესდღეობით ურთიერთობაში. თითქოს საკუთარი პრინციპების თუ ინტერესების დაცვას უნდება ეხლა ამ წუთას. თუ კი ქალბატონები მიყურებთ, მაშინ გეტყვით იმას, რომ თქვენ ხართ რაღაცა ძალიან ცივ ენერგიებში და დისტანცია გიჭირავთ იმ ურთიერთობებში, რომელსაც ეხლა განიხილავთ, ანუ ყურებთ. აქ არის რეალურად საკუთარი პრინციპების და ინტერესების და მტკიცება. აქ ამოდის თასების მეფე საკმაოდ პატარა შეიძლება იყოს ასაკი თქვენგან განსხვავებით, თუ არ არის ასაკი, უბრალოდ პატარა ბავშვის ენერგიაში მოდის. საქციელები აქვს არა ჩამოყალიბებული, ამიტომ აი ნახეთ ურთიერთობები მას ჭირდება როგორც გართობის ფლირტისთვის და ასე შემდეგ. არ არის მზად აიღოს რაიმე პასუხისმგებლობები თქვენთან ურთიერთობაში. რეალურად არადა თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენ გინდათ საყრდენი კედელი, თქვენ გინდათ სერიოზული ურთიერთობა, თქვენ გინდათ გადამწყვეტი ნაბიჯები მისი მხრიდან, თუმცა ის არ მოქმედებს დღესდღეობით. კი ბატონო დგას. განიხილავს იმ ფაქტს, რომ რაღაცა ღირებული უნდა შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ეს იქნება მისთვის ერთგვარი გამარჯვებაც რეალურად ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ დღესდღეობით ეს თქვენი დისტანცია, რაღაც ესეთი პოზიცია ცივი არ მოსწონს, არ აკმაყოფილებს. კარგი, მოდი ვნახოთ ეხლა რას ფიქრობს თქვენზე საერთოდ ზოგადად. რას ფიქრობ, რომ თქვენ ხართ მისი განაჩენი, რომ თქვენ ხართ ძალიან მტკივნეული გაკვეთილი, ესე ვიტყოდი, აუცილებლად წყლის ნიშნები მინდა განვიხილო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თასების მეფე პრინცი ამოვიღე, თასები ფიგურირებენ, აქ შესაძლებელია განვიხილოთ წყლის ნიშნების მატარებელი, თუ არ არის წყლის ნიშნები, არ ვანიჭებ ამას უპირატესობას, გეტყვით უმას, რომ აუცილებლად უყვარს აი ეს ორატორული მანერები აქვს, დალევა, ფლირტი, გართობა, ნუ აი ძალიან თავისუფლება, სულიერ თავისუფლებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. არ ოფიციალურ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ურთიერთობები თქვენთან ურთიერთობები მას რაღაცა გარკვეულ შეზღუდვებს, კლანჭებში აქცევს, ამიტომ ცოტა შეშინებული და დაბნეულიც არის. რეალურად ამოვიდა სამართლიანობა. სამართლიანობა ნიშნავს რაღაცა გარკვეულ განაჩენსაც. მძიმე განაჩენი ხართ თქვენ მისთვის, იმიტომ რომ ძალიან გარკვეულ სცენარში ამოყო თავი, ვიტყოდი, იმიტომ რომ აქ არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ესამე პირების ჩარევა ხდება თქვენს ურთიერთობებში და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იმოქმედა თქვენ ამ სცენარზე ხარ, რაცაც გადიხართ. კი ბატონო, აქ იყო ღალატი, მტკივნეული ენერგიები, შესაძლებელია თქვენი მხრიდანაც კი, არა მხოლოდ მისი მხრიდან. სამკუთხედი ამ შემთხვევაში და აუცილებლად ჩავწერ სამკუთხედზე ვიდეოს ეხლა ამ ვიდეოს შემდეგ. ნახეთ რა კესი ამოვიდა. ძალიან განცდებშია მოკლედ. რას ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი განაჩენი, თქვენ ძალიან ატკინეთ ხოთა შორის ეს მტკივნეული ენერგია მოდის თქვენი მხრიდანაც. ღალატი არ ნიშნავს კონკრეტულად მისამე პირებს ურთიერთობაში, უბრალოდ შესაძლებელია ისეთი რაღაცა გააკეთეთ, რამაც ძალიან გული ატკინა. კარგი. გრძნობა თუ გაქვს, აბა, გრძნობა რა გაქვს? გრძნობა უფრო სექსუალური ენერგიები მიზიდულობა, კი ბატონო, აქ არის რეალურად გრძნობები, იმდენად არა რაღაცნაირად გაყინა გრძნობები, იმიტომ რომ მტკივნეულმა ენერგიამ გადაწონა თითქოს, აი ავადმყოფურ განცდებში უფრო ვიდრე ეხლა რაიმე გარკვეულ ემოციებში, უბრალოდ აქ არის უზარმაზარი ლტოლვა, რასაც საკუთარ დიდი ვნება, რასაც საკუთარ თავთან აი ვერ მოდის რა წინააღმდეგობაში. თუმცა აი აბსოლუტურად ცდილობს გაყინოს, ჩამოკიდოს გრძნობებით, ემოციაც, ეს სექსუალური მიჯაჭვულობებით და ასე შემდეგ. როგორც ქალი ძალიან აინტერესებთ თუ ქალბატონები მიყურებთ მამაკაცები, თვითონ მას აქვს რაღაცა გარკვეული ეს მიჯაჭვულობები. გურუმი ქალი ინტუიციაც არის და პარალელურად აქ არის რაღაცა ზეგავლენები, როგორც მენტალური, კი ბატონო, აქ როგორც მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე რაღაცა გარკვეული ენერგიების ზემოქმედებებიც არ მინდა ხოლმე მაგიაზე ვილაპარაკო, მაგრამ
მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ამოდის ხოლმე. ამიტომაც იხა თითქოს ერთმანეთს დაემსგავსეთ. ნახეთ, თქვენ ამოდიხართ ხმლების მეფე, ის ამოდის ხმლები. თქვენ ამოდიხართ ხმლების დედოფალი, ის ხმლების მეფე და თითქოს ერთმანეთს ირეკლავთ. ნახეთ, როგორც თქვენ იქცევით, ისე იქცევა ისიც. კიდევ გრძნობა მინდა, მაინც ვიკითხო რა გრძნობა აქვს. გრძნობა. ნახეთ, იცით როგორ ამოდის, აი საკუთარი თავი უყვარს თქვენს გვერდით, აი რომ გითხრათ რომ კონკრეტულად ეხლა ეს კაცი გიждდება თქვენზე და ვენებს იხსნის თქო, არავითარ შემთხვევაში აქ უფრო დიდი ვნებაა, ვნების ფაქტორი უზარმაზარია, მაგრამ უფრო ნახეთ როგორ სცენარია, მას მოსწონს საკუთარი თავი თქვენს გვერდით. იმედენად სავსეა ემოციის თვალსაზრისით, ნახეთ თქვენი მხრიდან ყურადღების ემოციის, თქვენი რესურსების, იმიტომ რომ როგორც ჩანს აქ ძალიან დიდ რესურსებს დებთ თქვენ ურთიერთობაში, აი ამ კმაყოფილებაში მოდის უფრო. მოსწონს საკუთარი თავი თქვენს გვერდით, აი ესე შემიძლია ვთქვა უდაოდ. კარგი, მოდი ვნახოთ ეხა ესეთი რაღაცა. გეგმა რა გაქვს შენ საერთოდ? თუ გაქვს რაიმე გეგმა, თუ აქვს რაიმე გეგმა, ნახოთ. მიტრიალებულია, სხვა ჰორიზონტებს უყურებს, ნახეთ, ფიქრობს რომ აქ ციკლი უკვე იმდენად ტალღოვანია, ამიტომ რომ ბედის ბობალიც ამოვიდა, რეალურად აქ არ არის სტაბილური ურთიერთობა, შერიგდებით, უჩვევით რაღაც ესეთი წასვლა-მოსვლის ენერგიებია უფრო საქანელა, ურთიერთობა საქანელა, ესევე ძახი ხოლმე. ეხა გატრიალებულია რაღაცა სხვა უფრო გაშლილ ჰორიზონტებს უყურებს, ფიქრობს რომ ახალი ძიებაშია და ფიქრობს რომ იქ უფრო მეტ რესურსს მიიღებს, ვიდრე თქვენ დებდით ამ ურთიერთობაში. გამოუვა ეს ახალი რესურსები. არ გამოუვა, ვინც გზას განიხილავს, ესეც უნდა თქვა აუცილებლად გზაც არ გამოუვა. რაღაცა წინააღმდეგობაში მოდის საზღვართან, ან გზებზე ყოველ შემთხვევაში. კარგი, მაინც ვკითხოთ, აი უახლოეს პერიოდში მისი ნაბიჯები რა იქნება? რა იქნება მისი ნაბიჯები? ჯერ არ იცის რა იქნება. ჯერ არ იცის რა იქნება, ნამდვილად არ იცის, იცის რომ უნდა აუცილებლად შანსი უნდა გამოიყენოს და რაღაცნაირად მოაგვაროს ეს საკითხი თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ ჯერჯერობით ნახეთ რამხელა ტვირთი აქვს მოკიდებული, უჭირს ამ ნაბიჯების გადმოთქმა, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობის გარდა მას აქ რაღაცა გარკვეული პასუხისმგებლობები ძალიან მძიმე ენერგიებშია, რაღაცა პრობლემატური სცენარი აქვს, როგორც ფინანსებში, ასევე შესაძლებელია ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც მეგობრებო. და ამიტომ რაღაცნაირად ჯერჯერობით ნაბიჯებში მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც ვკითხოთ ხარ, აი წინააღმდეგობაში მოდის. აქ ფიზიკური მდგომარეობაც არ მომწონს, კუნთები, ხელის ფეხის კუნთები, თავის ტკივილები, აი ესეთი სცენარი ვითარდება მისი ირგვლივ და პარალელურად მასზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებლად რაღაცა გავლენები არის, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური არსცემენ, მაგრამ აი რაღაცნაირად ცდილობენ მის დამორჩილებას, აუცილებლად ყველა ვარიანტში აქ შესაძლებელია რაღაცა გარკვეულ მაგიებს ან რიტუალებსაც მიმართავდნენ. კიდევ ვნახოთ. კაი, უახლოესი პერიოდი, ნაბიჯები. აი ვნახეთ რა, ცდილობ რომ ნაბიჯები განვიხილო მისი, მაგრამ თვარის ენერგიაც რეალურად მაგიას ნიშნავს. ამიტომაც არის თასები დატოვებული, აქ თასები არის ემოცია, მეგობრებო, ძალიან კარგად იცით და აი ეს სავსე თასები, უზარმაზარი ემოციები დატოვებული აქ და გატრიალებული და წასული, ამ შესაძლებელია მაგიით არის წაყვანილი, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის შემოძვრფესებო, რომ არ ყავხართ გაშვებული არც მენტალურად, ნახეთ, ყველგან თქვენ ხართ გონებაში, გულში, ფეხებში, აი ყველგან გამჯდარი ხართ თქვენი ენერგია, თუმცა იმდენად დიდ გაურკვევლობებშია, იმდენად დიდ ილუზიებშია, ილუზიებს არკანია ის, რომ აი ნახეთ ქაოსი, სიბნელე არ იცის რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს და რა ნაბიჯები გადმოდგას. რაღაცნაირად ძალიან მძიმე ენერგიებშია დღესდღეობით. ჭირდება მას ამ ენერგიებიდან გათავისუფლება იმისთვის, რომ ისევ მოვიდეს იმ პირვანდელ ურთიერთობებში, რაც აქამდე გქონდათ. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.